ეს მოლოდინი თავად ქართული ოცნების დეპუტატების მიერ გაკეთებულმა კომენტარებმა გააჩინა, ვინაიდან ქართულ ოცნებას დღეს ჩვენ ვკითხეთ და ვუთხარით, რომ დაესახელებინათ კონკრეტული ფაქტები, კონკრეტული მოვლენები, ისტორიული პირების ან რელიგიური საკითხების კრიტიკასთან დაკავშირებით, რამაც ქართული ოცნება დააფიქრა, რომ აუცილებელი არის კანონმდებლობის დახვეწა იმისთვის, რათა ეს ღირებულებები იყოს ჩვენს ქვეყანაში დაცული. ამ კითხვაზე საპასუხოდ ქართული ოცნების ერთ-ერთმა დეპუტატმა ანდრია ჯაღმაიძემ მოიშველია და მასზე დაყრდნობით თქვა, რომ ყოველწლიურად მედია საშუალებები ათასობით სიუჟეტს აკეთებენ რელიგიასთან დაკავშირებით, სასულიერო პირებთან დაკავშირებით და აუცილებელი არის, რომ კანონი მათ შორის განსაზღვრავდეს ამ სიუჟეტების შინაარსსაც, რომელიც რელიგიას ეხება, რელიგიურ საკითხებს ეხება და საქართველოს იდენტობის საკითხებს ეხება. სწორედ ამიტომაც გაჩნდა მოლოდინი იმასთან დაკავშირებით, რომ შესაძლებელია კანონმდებლობა, რომლის დახვეწაზეც ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში საუბრობს ქართული ოცნება და კონკრეტული საინიციატივო ჯგუფები, ეს კანონმდებლობა მედიაში გასულ სიუჟეტებსაც შეეხოს. რაც შეეხება გამოხატვის თავისუფლების შეზღუდვას, ქართულ ოცნებაში ამბობენ, რომ სიტყვის თავისუფლება ამ ქვეყანაში ზედმეტადაც კი იყო დაცული და ეს ყველაფერი უნდა შეიცვალოს. ამასწინებზე გამოქვეყნდა საპატრიარქოს პრეს-სამსახურის წერილი, სადაც აღნიშნული იყო, რომ ციფრი არ შემაშალოს, ბოლო წელიწადნახევარი თუ 2 წლის განმავლობაში 3500 ანტისაეკლესიო და ანტისაპატრიარქოს მიმართულების სიუჟეტი მომზადდა კონკრეტული ტელევიზიების მხრიდან. კანონით დარეგულირებული ის კი არ იქნება, ვინ რამდენ სიუჟეტს მოამზადებს. კანონით ალბათ უნდა დარეგულირდეს ის, რომ სიუჟეტი, რომელიც არის პირდაპირ, ასე ვთქვათ, შეურაცხყოფელი, სიუჟეტი, რომელიც არის პირდაპირ, ასე ვთქვათ, ღირსების და ყველანაირი, ასე ვთქვათ, ობიექტური მოცემულობის შემნახველი, რა თქმა უნდა, რელიგიასთან დაკავშირებით და ყველაფერთან დაკავშირებით, იგივე ადამიანებთან დაკავშირებითაც, ხო? ზოგადად ნახეთ, განსხვავებული აზრი ყოველთვის იყო მეტნაკლებად საქართველოში და განსაკუთრებით ბოლო წლებში დაცული. მე ვიტყოდი უარესად იყო და ულტრალიბერალურად იყო, ზედმეტად იყო დაცული ბოლო პერიოდში, რაც უნდა გამოსწორდეს. ახლა საინტერესო არის, როგორ დაიხვეწება კანონმდებლობა, ვინაიდან ქართულ ოცნებაში აცხადებენ, რომ ამ ყველაფრის მიმართულებით ისეთივე ბრძოლა არის საჭირო, როგორც სიძულვილის ენის წინააღმდეგ არის საჭირო. კონკრეტულმა საინიციატივო ჯგუფის წევრებმა კი უკვე გამოთქვეს შეხვედრის სურვილი პარლამენტის წევრებთან და მსგავსი ტიპის შეხვედრა მიმდინარე კვირაში არის დაგეგმილი.